კარგი იყო ძალიან, მაგრამ რაღაცა ჩვენს არეკლამო ფადე, არა? არა, ხო რაღაცაით დასვენებად შეძლო და უკვე მოსვლა ინფორმაციაში, რომ შევდიოდით ეთერში. არა, თქვით აღიარეთ. აი დაგეგმა, რამდენს ნიშნავს? სადღაც მესამე, მეოთხე ბლოკის ზღვარზე უკვე გაუცებულები ვეუბნებოდით ერთმანეთს, რომ ადრე არ ვიღლებოდი და რატო დავიღალე ახლა ბლოკისთვის უკვე? ხო, რაღაცა სრულიად ამოვარდნილი კალაპოტიდან, რასაც ქვია ყოველდღიურობა, ჩვეულებრივი ყოველდღიურობა, რასაც ქვია სამსახური, ძილის რეჟიმი, კვების რეჟიმი, აბსოლუტურად განსხვავებულად ცხოვრობთ ჩვენი შვებულების და ჩვენი შვილების არდადეგების დროს და ბუნებრივია რომ მე გვიჭირს ჩვენი ტვინიჩი სხეული დავაბრუნოთ ისევ ამ რეჟიმში. ხო და რაღაცა ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ და სწორიცაა რა თქმა უნდა. ბავშვებს ამ თვალსაზრისით რომ აი როგორ ჩავსვათ რეჟიმში, როგორ დაიწყონ სკოლაში თუ ბაღში სიარული და ჩვენ კიდე მაინც ცოტა დაფასურებულები, ცოტა გაბრუებული თავით, ცოტა უძილოები და ამის გამო ცოტა უკმაყოფილოები ვიდრე რეჟიმში ჩავჯდები და მოდით დავეხმაროთ ფსიქოლოგი. რომ ჩვენც ბაღში სკოლაში და სამსახურში ვიაროთ ხნეთ კარგ განწყობაზე და არ დაგვაგვიანდეს და თან სამუშაოდ შევასრულოთ კარგი სარგებლოები ვიყოთ საზოგადოებისთვის. რა რჩევას მოგცემს ფსიქოლოგი ირინე ტაბუციძე. მოგწანდით. გამარჯობა. როგორ ხართ? პირველ რიგში როგორ დაისვენეთ? ადასართ. კარგად. რეჟიმიდან ამოვარდით. მაშინ როგორ ცოტა კი რა თქმა უნდა როგორც ყველა, მაგრამ ეს არის დასვენება. ეს დასვენება, რა თქმა უნდა, რეჟიმიდან უნდა ამოვარდა. იგივე რეჟიმი თუ იცხოვრე, დასვენება აღარ იქნება. სხვა დროს გაიღვიძე და სხვა დროს დაიძინო და როცა რა მოგინდება, მაშინ ხო, ყველაფერი უნდა შეცვალო, კვების რაციონი, სმის. ხო, რამდენადაც საშუალებას გაძლევს საკუთარი თავი, ჯანმრთელობა და ასე შემდეგ და ნუ არ უნდა დაიზიანო ალბათ რაღაცა ქალბატონი როგორც საუბრობდა რაღაც ზიანი არ უნდა მივიღოს. ნიჩვეულები მე ძალიან გვიჭის რომ ისე რაღაც კონკრეტულ დროს უნდა ადგე და აი მთელი დღე უნდა მიეძღნო რაღაცა სხვა საქმეს. ტემპი იცვლება ძალიან, რაც ყველაზე დამთრგუნველია ალბათ ასე დროს, იმიტომ რომ ის გვიან ადგომა, ის რაღაცა თავისუფალი მოძრაობები, მოქმედებები, ნებივრობა ზღვაზე იქნება თუ მთაში არ აქვს მნიშვნელობა და ახლა მაგალითად ჩემშვილებს სკოლა დაიწყოთ უკვე და ყოველთვის 7 საათზე რო ვდგები ძალიან. ზღვაზე და თაც არ არის საჭირო. სულ არსად არ წახვიდეთ და ისე რომ ცახშიც იგივე ნებივრობის რეჟიმში გასვლა დილის ყავის ესე ვთქვათ ცერემონია გრძელდებოდა საათობით მართალი ხარ აი რაღაცა დაუსრულებოდა ამას ძანდიცია არაფერი არ არის ცუდი და ორე მე რა ხდება როდესაც ბრუნდებით მე მოხდა ის რომ ყავის დალევა ვერ მოასწრეთ ხო უსაუზმოდ მოვირბინეთ ცოტა უკმაყოფილო ვართ იმიტომ რომ ვერ მოასწრეთ ბოლომდე ფორმაში მოსვლა და რა თქმა უნდა ნუ ეს კიდე მარტივი ვარიანტია უფრო რთულდება საქმე როდესაც ყალიბდება ეგრეთ წოდებული შვებულების შემდგომი დეპრესია რასაც ფსიქოლოგიაში შვებულების შემდგომი სინდრომი ქვია, ვთქვათ, რაც სხვა პრობლემებით გამოიხატება, ხო? ნუ როგორც აღნიშნეთ, პირველ რიგში ეს არის ზუსტად ამ ტემპის ცვლილება და ეს იწვევს, მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ განწყობას, იმ დამოკიდებულებას, რაც ჩვენ გვაქვს იმ საყვარელი საქმისადმი, თუ ზოგადად საქმისადმი სადაც უნდა დაუბრუნდეთ. ხო, ამ შვებულებასაც სადატარებ მაგასაც გააჩნია. თუ რადიკალურად იცვლი, გარემოს თქვათ, გადიხარ ქვეყნიდან, კლიმატს, ყველაფერს აბსოლუტურად, მე უფრო ალბათ გიჭირს, ვიდრე თქვათ, სინანულია და დეპრესიაში მარტო იმ შემთხვევაში ჩავდებით, თუ გძულს ის სამსახური, რომელშიც უნდა დაბრუნდე. ხო, ნუ ეს. საერთოდ რაც უფრო დინამიურია საქმე, მაგალითად ჟურნალისტების, თქვათ, იურისტების, ვინც დაკავებულია და თქვათ გადარბენა აქ მთელი დღის მანძილზე. აი საშუალოდ ითვლება რომ 2 კვირის მეტი არც უნდა დაისვენოს ასეთმა ხალხმა, იმიტომ რომ მთლიანად ვარდებიან გარემოდან და იმიტომ ძალიან დიდ დროს ბევრი უცხოელი სპეციალისტი არ ურჩევს. ახლა ჩვენთან მაინც ესე არ კონტროლდება, მაგრამ ეს დეპრესიის პერიოდი როგორც თქვენ ბძანეთ დასვენების შემდგომ დიდხანს გრძელდება? როგორც წესი არა, გააჩნია რიცია გამოწვეული დეპრესია. გამარჯობა. გააჩნია რიცია გამოწვეული დეპრესია. ერთის მხრივ ეს არის როგორც გითხარით, იმ სამსახურზე დამოკიდებული სადაც ბრუნდები და მეორე მხრივ რა თქმა უნდა ძალიან სუბიექტური ფაქტორებია და მოდი ორივე მხარეს შევეხოთ თუგნებად. ანუ რა განწყობა გვაქვს იმ სამსახურისადმი სადაც ვმუშაობთ. ხო, მოდი ჩამოვთვალოთ, ასე ვთქვათ, სიძლიერის მიხედვით. ანუ პირველ რიგში რაც ყველაზე მეტად იწვევს და მეტი ალბათობა რომ ეს დეპრესია განავითაროს და ნუ შემდეგ უფრო მსუბუქი ვარიანტები. პირველ რიგში ეს არის განწყობა და დამოკიდებულება, როდესაც სამსახურს ვერ იტან. მარტივად რო ვთქვათ. არსებობენ ასეთი ადამიანები, სამწუხაროდ, აი დილის გათენება ეზარებათ იმისათვის, რომ სამსახურში წავიდნენ. იძულებით დადიან, რაღაც სხვადასხვა მიზეზების გამო. ბუნებრივია ამ ადამიანებისათვის შვებულება არის ერთადერთი ნათელი წერტილი ცხოვრებაში, როდესაც მთლიანად
წყდებიან ამ გარემოს, ხო და იქიდან დაბრუნება გასაგებია ახლა როგორ დეპრესიებთან და მართლაც სულ განწყობასთან არის დაკავშირებული. ნუ ამ შემთხვევაში ჩვენ ჭკუის დარიგებას არ დავიწყებთ, რა თქმა უნდა, რომ დაანებეთ და წამოდით სამსახურიდან ყოველთვის ტიოლი არ არის. უბრალოდ აქ მინდა ორი სიტყვით თქვა, რომ არ არსებობს გამოუვალი სიტუაციები, არსებობს მიუღებელი გადაწყვეტილებები. ყველაფრიდან გამოსავალი არსებობს. სწორია. თქვენ ცხოვრებას უნდა გადახედოთ, რომ რაღაც ჯანმრთელობის ფასად არ დაგიჯდეთ ეს ყველაფერი და ქრონიკული სტრესი და ქრონიკული დისკომფორტი თავის კვალს ასვამს მერე ყველაფერს. შემდეგ ეტაპზე მოდის სამსახური, სადაც დადიან მხოლოდ ხელფასისთვის. ხო, პირველ შემთხვევაში ძალიან დიდი ალბათობა დეპრესიის ჩამოყალიბების გასაგებია. შემდეგ ცოტა უფრო ისეთი მარტივი ვარიანტია, როდესაც დავდივართ მხოლოდ ხელფასისთვის. ანუ არ გვაინტერესებს რა საქმეს ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, რამდენად წარმატებულად ვაკეთებთ. აი მოვალეობების ჩარჩოშია გადასარევად ადამიანი ჩამჯდარი და ხელფასთან ხელფასამდე ცხოვრობს. ნუ ასეთი ხალხი ხა მეტი ალბათობა რატოა ხოლმე ასე დროს თქვათ დეპრესიის ჩამოყალიბების. როგორც წესი ტოვებენ კუდებს, ეგრეთ წოდებულ კუდებს, ანუ დაუმთავრებელ საქმეებს, დაუმთავრებელ პროექტებს. არა აქვს თავი მობმული ამ საქმეს. ამიტომ ბუნებრივია იქიდან დაბრუნებული 10 მაგიზარი შეიძლება ხელფასთან და ხელფასიდან ეს გამოგიშვან სამსახური. ხო, ესეც ხდება როგორც წესი, იმიტომ რომ ასეთ ადამიანებს ეტყობა, როდესაც არ უნდა თავისი არაფრის ჩადება იმ საქმეში. მით უმეტეს კერძო სტრუქტურებში ამის ატანა ძალიან რთულია. შემდეგი ვარიანტია, როდესაც სამსახურია გადაქცეული ერთგვარ აზარტად და სპორტად. პირველობისთვის საბრძოლველად, მეტი წარმატებისთვის, მეტი ფულისთვის, მეტი გამარჯვებისთვის, ასე ვთქვათ. ამ ადამიანების პლუსი ის არის, რომ ძალიან კარგად ანაწილებენ დროს. და ბუნებრივია ის დასრულებული პროექტები დამთავრებული ანუ შვებულებაში ისე გადიან, რომ ძალიან მინიმალურად იტოვებენ რაღაც სხვადასხვა პრობლემას. ამიტომ შესაბამისად ნაკლები აქვთ ალბათობა იმის, რომ რაღაც დეპრესიები და დისკომფორტები განვითარდეს გამოსვლისას. მე რა ვიცი, მე მაგალითად მომეჩქარებოდა აი ბოლო ვარიანტია, ეხლა მაგას ვიტყვი ზუსტად, როდესაც შენი სამსახური არის შენი თვით გამოხატვის კარგი საშუალება და მით უმეტეს, როდესაც საყვარელ საქმეს აკეთებ და კარგი ანაზღაურებაც გაქვს ამ საქმესთან ერთად. ბუნებრივია ეს ასეთ ხალხს ძალიან ნაკლებია ალბათობა იმისი, რომ დეპრესია განავითარდეს. იმიტომ რომ ესეთი ხალხი იმ შვებულების დროსაც კი რაღაც პოზიტიურად და დადებითად არის განწყობილი სამსახურის მიმართ, სხვა პროექტები რაღაცები შეიძლება თავში მოუვიდეს ახალი იდეები. დეპრესია რა გამოვლინებით არის? როგორ ზერებული? გასვლა შვებულებას. ხა დეპრესია თავისი კლინიკური ჩვენებები, როგორცაც საერთოდ ფსიქოლოგიაში არის მიღებული, ცოტა რთული ფორმაა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. დეპრესია ისეთი. არა, ფსიქოლოგიაში ამას იყენებენ როგორც ეს ტერმინი არის როგორც შვებულების შემდგომი სინდრომი. დეპრესია არის. დეპრესია უფრო ხალხში გავრცელდა, თორემ დეპრესია თავისთავად ძალიან მძიმე რაღაცაა, იმიტომ შეიძლება ჭამაზე თქვა უარი, გარეთ გასვლაზე თქვა უარი, საბანი გადაიფარო და არაფერი აღარ გინდოდეს. ეს სინდრომს რაც შეეხება, ეს არის უხასიათობა, ქრონიკული დისკომფორტი, საქმის თავიდან წამოწყების სირთულე, გაღიზიანება, დილით გაღვიძების პრობლემა, აი ასეთი რაღაცები იჩენს თავს. გარდა სამსახურისა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია რა გარემოში ბრუნდებით ოჯახში. სამწუხაროდ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანისთვის შვებულება ეს არის ოჯახიდან გასვლის ერთადერთი ვარიანტი. მარტო ისვენებენ ან მეგობრებთან ერთად ისვენებენ და მათთვის ტანჯვა ამ ოჯახში დაბრუნება. ნუ ბუნებრივია აქაც ახლა ორადორი გამოსავალი, ან უნდა მოცილდებთ იმ ადამიანებს, ვისთვისაც თქვენთვის ასეთი დისკომფორტი აქვს თან ცხოვრება, ბუნებრივია სულ ერთია სხვა მშობელი აქვს, მარია, ცოლია, შვილი არ აქვს ამას მნიშვნელობა. და ანუ კეთილინებეთ მაშინ დაისვენეთ იმათთან ერთადაც, რომ ასეთი დიდი განსხვავება ქართულირინა არ იყოს. ისმენთ და ჩვენ საუბრობთ ადამიანებზე, რომელსაც პრინციპში სამსახური აქვს და ნუ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ჩვენი მაგალითად გამოვიდა, მაგრამ რო გისმენდით ადამიანებს, რომელთაც არ აქვს სამსახური, ვთქვათ, ან რაღაცა ასაკის გამო, ან შეიძლება რაც ვითარების გამო. მათ ხომ უარესი იცით გააჩნია საერთოდ აქ არის რაღაც დისკომფორტი სიტუაციის ცვლილების გამო და იქ საერთოდ არ იცვლება სიტუაცია. თლად ვერ დაგეთანხმებით და გეტყვით რაში, როდესაც დიასახლისებთან გვაქვს შეხება, ვთქვათ. დიასახლის შრომა არის ძალიან უმადური და დაუფასებელი მოგესალმებათ. უბრალოდ არ უნაზღაურდება ეს შრომა, თორემ იწყება იმისი დღეც ალბათ დილის 7 საათზე ბავშვების სკოლაში წაიყვანი ან ბაღში მოდი, მე საჭმელი გააკეთე. იმათთვის ეს ერთგვარი სამსახური ამას მეუბნებით. სამსახური უბრალოდ უხელფასო. და რადგან გონიათ რომ არაფერს არ აკეთებენ, ამ დროს შეიძლება ბევრად დატვირთული იყოს ასეთი ქალი, ვიდრე ნებისმიერი სამსახურში გასული ქალბატონი, ხო? მაგრამ აი ცოტა ასაკში შესული ქალბატონებისთვის შესაძლებელია კიდევ უფრო რთული იყოს მართლაც მდგომარეობა, იმიტომ რომ ჩვენ ეს ადამიანებს გვახასიათებს ზოგადად დიდ შვებულებაში და კარგ შვებულებაში როცა მივდივართ, მკვეთრად როცა ვიცვლით გარემოს, ილუზია გვექნება, რომ ცხოვრებაც შეიცვლება რაღაცნაირად, შეიძლება რაღაც სიახლეები შემოვიდეს და რეალურად გამოდის ის, რომ თუ არაფერი გავაკეთეთ და თქვათ, ქცევა არ შევიცვალეთ, რაღაც რეალური ნაბიჯები არ გადავდგით, ილუზია დარჩება ილუზიად. იქიდან ჩამოსვლის მერე, ნუ ბუნებრივია.
ადამიანები, რომლებთან ერთადაც მთელი წლის განმავლობაში გიწევს მუშაობა და ყოფნა. აი, ხუმრობთ ხოლმე, ხო? აღარ მინდა თქვენი დანახვა, ხო? არის ხოლმე ესეთი გუნდში ხუმრობის სეზონის ბოლოს. მაგრამ რეალურად ერთი კვირის რამდენიმე დღე საკმარისი ერთმანეთი და ანუ რაღაცნაირად ეს გარემო იმდენად გიჩვევს და იმდენად შენიხვდება, რომ ყველა სამსახურში ხა მით უმეტეს ქართულ კულტურაში ძალიან ისე გვაქვს გამჯდარი მეგობრობის ფენომენი. გინდა არ გინდა ძალიან ახლო ურთიერთობაში შედიხარ. ჩვენთვის სამსახური არ არის რაღაც მართლა მოვალეობა, მოხვიდე, ვთქვათ, რაღაც არის და რეკო და წახვიდე, ხო? ურთიერთობებს იწყებ, ოჯახებით მეგობრობენ, ათესაუდებიან და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ბუნებრივია, რამდენიმე დღე, ხო? და ბუნებრივია შენი ხალხია, შენი გარემო გენატრება. მოდით აქ ერთ რაღაცა მინდა კიდე უბრალოდ თვითონ შვებულების ფენომენი ვახსენო, რამდენად მნიშვნელოვანია. ზოგი ამას საერთოდ ყურადღებას არ აქცევს. მე მყავს ახლობელი ადამიანები, რომლებიც პრაქტიკულად არ ისვენებენ. განსაკუთრებით მამაკაცები. ბევრი მიზეზის გამო, ალბათ იმიტომ რომ ეშინიათ პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარება სამსახურში, ან არ უღირთ, იმიტომ რომ იქ რაღაც გაუფუჭდებათ, არ აქვს მნიშვნელობა რა. და არის ძალიან კარგი სტატისტიკა ამისათვის, უამრავი კვლევებია ჩატარებული და ალბათ ყურადღება უნდა მივაქციოთ კაცებში განსაკუთრებით. ითვლება რომ მამაკაცები, რომლებიც კუთვნილ შვებულებას არ იყენებენ 2-3 წლის მანძილზე მაინც და ესე დიდი ხნის მანძილზე ვრცელდება, სადღაც 30%-ში 30 შევა უბრალოდ გაბერილი იყოს. გულსიზრთა დაავადებები არის სერიოზულად მომატებული და სიკვდილიანობის შემთხვევებიც არის გულით შეტევის შედეგად. ანუ გადატვირთულობის გამო? ბუნებრივია. ქალებშიც არანაკლებია, ხამხელა პროცენტი ქალებში არ არის, უფრო გამძლები ვართ ეთყობა და უფრო ამტანები, მაგრამ ხო. მაგრამ ქალებშიც დაახლოებით ესე ითვლიან, რომ 5-6 წელიწადში ერთხელ მაინც ქალბატონი თუ არ ისვენებს, ძალიან დიდი ალბათობა ზუსტად ამ დეპრესიების განვითარებაში აუცილებლად ეს იგულისხმება, რომ აუცილებლად ჩემოდანი უნდა ჩავალაგო და აუცილებლად გარემოს ცვლილება თავისთავად უნდა იგულისხმოთ. ძალიან რთულია დაისვენოთ იგივე გარემოში, სადაც ხართ. ყოველდღე თქვენ აქ მოდიოდეთ, მაგრამ საქმე არ გქონდეთ. როგორ ფიქრობ დაისვენეთ? ანუ გლოთ სახში იყოს არის ნიშნავს დასვენება. ბევრი იძინა. მაინც შეიცვალო გარემო. ჯობია რომ შეიცვალო. ესე იგი გარემოს შეცვლით 5 დღეში ბევრად უფრო კარგად დაისვენეთ, ვიდრე 2 კვირა სახში რო იჯდეთ. კარგი, გამოვედით სამსახურში და არ არის რაღაცა ისეთი სამსახური, სადაც შეძლო რაღაცა პერიოდულად დასვენება, აი დაუშვოთ არის, ბანკი ან და რაღაცა ისეთი დაწესებულება. აი თუ გასწავლით რამე ხრიკებს, იმიტომ პირველი დღეების გეჩვენება რომ ეს დღე აღარ დამთავრდა, ვერ ვარ, გავგიჟდი, რაღაც ვერ უდებ გულს, თავი მაქვს სხვაგან ერთი სიტყვით. ძალიან კარგად იგრძნობა სკოლებში, თვითონ მასწავლებელმა ციციან ხოლმე ერთი კვირა ბავშვ დავალება არ უნდა მიცე, იმიტომ რომ ვერ ჯდებიან იმ გარემოში და დიდებსაც ბუნებრივია. მაგრამ საქმე აქ ვერ მოიცდის. აი რა საშუალებები და ხრიკები შეიძლება, რომ ეს დღე რაღაცნაირად გავიხალისოთ. ერთი რაც ალბათ უნდა ვთქვათ, რომ არ უნდა დაგეგმოთ თქვენი შვებულება ისე, რომ თქვათ კვირა დღეს ჩამობძანდეთ და ორშაბათ სამსახურში იყოთ. ამის გაკეთება არაფრით არ შეიძლება. სულ ცოტა 1-2 დღე მაინც უნდა დაიტოვოთ, რომ გადმოეწყოთ ახალ გარემოზე, თავი მოიწესრიგოთ. რა ვიცი, ქვეყნის რაღაც ჭირდება ქალებს მით უმეტეს, ხო? რაღაცა განწყობა შეიქმნათ. მერე ნუ გექნებათ ილუზია, რომ მართლა ცხოვრება შეიცვალა და ყველაფერს თავიდან იწყებთ იმ სამსახურში. რა თქმა უნდა, ის ყველაფერი ისევ ისე გრძელდება. უბრალოდ თქვენ თავს მიეცით უფლება, რომ 2 დღე ცოტა ფორმაში არ იყოთ. მე ეს ყველაფერი თავის დონეზე ლაგდება. სხვადასხვა ამაში არის კვლევა, გერმანელების კვლევა, ძალიან საინტერესო. ითვლებაო, რომ ადამიანი, რომელიც ზღვის სანაპიროზე, თქვათ, ნებივრობს შვებულების პერიოდში, იმისი ინტელექტუალური კოეფიციენტი IQ სადღაცა 20%-ით კვეიცდება, მაგრამ ნუ გეშინიათო, როდესაც ისევ სამსახურში დაბრუნდებით, ეს ყველაფერი ნორმალში დგება. იმიტომ რომ ზღვაზე რა. ტვინით ამ დროს ხო ტვინით ძალიან ითიშება, ითიშება. 20 კი არა, თუნდაც 50-ით გამეთიშეს, ოღონდ გამეთიშეს ხოლმე. ქალებისთვის მაგ ახლა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, როცა რთულია შვებულებიდან სამსახურში დაბრუნება, იგი ჭირ ცოტა კიდე გინათინები, რომ ერთი ხრიკი მაგ გამახსენდა. ძალიან მოწესრიგდით, ყველაზე ლამაზი კაბაჩა იცით, მაღალი ქუსლები, ძირითადად სამსახურები ხო, დღესასწაულივით და აი ამ განწყობით მიდით სამსახურში ჯერ გარდერობის გადახალისება არის ნამდვილად მოტივაცია. შოპინგის საერთოდ პირველი წამალია ნებისმიერი დეპრესიის ქალებისთვის. ყოველ შემთხვევაში 80%-ისთვის მაინც, ამიტომ ეს კალაპოტში ჩადგომა 2 დღე მიეცით უფლება საკუთარ თავს, რომ არ იყოს თამაში სამსახურში და 2 დღე საკმარისია, რომ ისე გადავდგე რა თქმა უნდა და გააჩნია რა სამსახურში ბრუნდებით, ჩემს ჩამოთვლილ სიას რო გადავხედოთ. თუ თქვენთვის სასურველ ადგილას ბრუნდებით, 1-2 დღე გეყოფათ მართლაც. და თუ თქვენთვის ის სამსახური მართლა აუტანელია და ჯოჯოხეთად არის ნაქცევი, შეიძლება 2 კვირაც არ გეყოთ და მეტი ძალიან რთულია.
ამიტომ გააჩნია სად მიდიხართ და დაძინებაა პირველი, ხო? ყოველ შემთხვევაში დილის მოწესრიგება, ხო, მაგრამ იცით რა არის? ეს რაღაცა ბუნებრივად ხდება ხოლმე, მაინდა-მაინც ამაზე აქცენტი არ არის საჭირო. ახლა ჩვენ რო მაგალითად მე რო დავუბრუნდი შვებულებიდან, ხო, ვიძინები საკმაოდ გვიან და დგებოდი გვიან, იმიტომ რომ ამის საშუალებას ჩემ თავს ვაძლევდი და უფლებას, რა მოხდა? ეხლა მჭირდება 7 საათზე ადგო, იმიტომ რომ ბავშვები სკოლაში დადიან, თქვათ, ხო? მაგრამ პირველი დღე და მე უკვე ჯდები. ძალიან ავტომატურად გადმოდიხარ და ისევ ჯდები თქვენც ახლა დილის ეთერში ვინც მუშაობს, წარმოვიდგინე იმისთვის კიდე რა რთულია, მე ხმა რა მომეღება. მაგრამ ისინი შვებულების დროსაც მაგ დროს დგებიან ფორმიდან არა მოვარ. არა, ნინო არ არის. ალბათ არა, მაგრამ 1-2 დღე მართლა საკმარისია, რომ ძველ ფორმაში ჩადგეთ და ყველაფერი კარგად იყოს. ყველაფერი დადის მაინც ადამიანის განწყობაზე და იმ შინაგან მდგომარეობაზე, რაც თქვენ გაქვთ. თუ ზოგადად კომფორტულად ხართ სახლში, ნორმალური სიტუაცია გაქვთ, ოჯახის წევრებთან კარგი დამოკიდებულება გაქვთ და გიხარიათ იმ კოლექტივში მისვლა, სადაც ბრუნდებით შვებულების მერე. იცით რა, ცვლილებები უნდა შეიტანოთ. ძალიან ხშირად ვამახმე ასეთ კითხვებს. არა, ეს მარტივია, შეიძლება რაღაც ცვლილებები შეიტანო. აუცილებელი რადიკალური ცვლილება შეიტანა, დეტალებით შეიძლება შეცვალო. იცით რა, როდესაც არ აქვს დავუშვათ, ხო? ხო, და აი ეს რაღაცას ვიტყვი რა. ბედნიერი და მშვიდი მდგომარეობა არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა. ამისათვის არც ბრძოლაა საჭირო და არც განსაკუთრებით ძალისხმევა. ვიბრძო ჩემი ბედნიერებისთვის, ეს რამე არ არსებობს. იბრძოლეთ იმისათვის, რაც გიქმნით დისკომფორტს. და ის ბუნებრივი მდგომარეობა თავისთავად ნორმაში მოვა, თავისით მოვა. ბუნებრივია ადამიანი იყოს ბედნიერი. ეს არის ძალიან ნორმალური. და ყველანი ამას ვიმსახურებთ. მაგრამ არ არის ეგეთი ადვილი, ნამდვილად. იცით რა, არც ისეთი რთულია. ხო, მაგრამ ნუ აიხდა, შეიძლება რაღაც ისე ბედნიერი ხართ? პრინციპში კი. პრინციპში ჩვენც ვართ ბედნიერი. აბსოლუტური ბედნიერება არ არსებობს. ეხლა მე რო ჩამოვყვე სადღაც რაღაც მაწუხებს, ვიპოვი რაღაცებს, რაც მაწუხებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგადად მე ვთვლი, რომ ბედნიერი ვარ ცხოვრებაში. აი ხა მე რო დღეს წავიდა ჩამოვწერო, რაც მაწუხებს მაგალითად, ხო, რაც დისკომფორტს მიქმნის ესე მსხვილად გლობალურად და დავიწყო არა, ამ დისკომფორტების ნელ-ნელა გადაწყვეტ მოცილება. ბრძოლა დისკომფორტებთან, როგორც თქვა, ჩამოწერთ დისკომფორტების გვერდზე მიაწერეთ, რა სარგებლობას გაძლევთ ეს დისკომფორტები და მე არის ეს ეს მეორადი სარგებელი ცოტა სხვა რამეა. ძალიან ბევრი ადამიანისთვის სულ არის კარგი გამოსავალი. რაღაცა დისკომფორტი მე პურს მაჭმევს. შეიძლება, ხო? ამას ვიძახი ზუსტად. ხო, მაგალითად იგივე საძულო სამსახურში სიარული შესაძლებელია იყოს ძალიან კარგი თავშესაფარი ადამიანისთვის და მუდმივად ისეთი თავდაცვა, რომ მან წარმატებას ვერ მიაღწია ვერსაც სხვაგან. არ შეუძლია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება უჭირს. ამიტომ ურჩევნია იქ სადღაცა იყოს და იწუწუნოს მთელი ცხოვრება, ვიდრე რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადადგას და წინ წავიდეს ცხოვრებაში და ბედნიერი იყოს. ამიტომ შესაძლებელია ამ ჩვენს დისკომფორტებს ძალიან კარგი მეორადი სარგებელი ქონდეს. ბედნიერებაც მოგვიტანოს, ხო, ის მცირედ ის რომ არა უშავს ეს სამსახური რაღაცა. ჩვენ თუ ამას გავიაზრებთ, ხო, რა თქმა უნდა, ამის გააზრება თუ მოხდება, რატომ ვაკეთებ მე ამას? ეს უაზრო დისკომფორტი აღარ გექნება. თავარი იყოს ეს გაცნობიერება იმის რომ შენი მდგომარეობა. თუ წუწუნეთ, ესე იგი რაღაცაში გჭირდება ეს წუწუნი, ხო? გასარგებლობას გვაძლევს. ბუნებრივი. წუწუნი საჭიროა, ხო, ზოგჯერ. ხანდახან საჭირო. ხო, არიან წუწუნა ადამიანი. რამდენიც კიდაც. და სულ საჭირო. ეხლა გამახსენდა რამდენიმე გადასარევაცაც რომ დაასვენოთ, მაინც წუწუნებენ კი, რომ ის ყველაფერი ისე თუ რამე სარგებლოს აძლევს მეორად. ან არის რაღაცით ქრონიკულად უკმაყოფილო და სხვა რაღაცებს აბრალებს. ესეც ხშირი შემთხვევაა. ხო, ეს სხვაზე გადაბრალება, სხვაზე გადაბრალება, სხვა მოვლენებზე გადაბრალება. ჩვენ ხო, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში სადაც ძალიან ძიმე სოციალური ვითარება, ამიტომ ვიძახი ეგეთი ლაპარაკი, იმიტომ რომ დასერთულია. მაგრამ თელ სოფლიოში იყავი ბედნიერის ვერ ეტყვი ადამიანს, ვისაც არ აქვს სამსახური და არ გინახავთ ადამიანები, რომელსაც არ აქვს ეკონომიური საშუალება, საკმაოდ უჭირს, მაგრამ ზოგადად ბედნიერია. ამას ფული არ ჭირდება. ფონი რაღაცა მაინც დეპრესიულია. ფონი მძიმეა, ძალიან მძიმეა, ამიტომ ვიძახი ზუსტად ასე ერთმნიშვნელოვნად ადამიანს უთხრა ადექი და წავოდი მაგ სამსახურიდან ვერ ეტყვი, იმიტომ რომ შესაძლებელია შულს აჭმევს იმ სამსახურით და რაღაც, მაგრამ პატარ-პატარა გამოსავლები არსებობს, ხო, როგორც მივხვდე რა დატვირთვას მიანიჭებ იმ კონკრეტულ რაღაცას. თავზე მართლა საბანი წავიფაროთ და სირაქლემას პოზიციაში ვიყოთ, გამოსავალი არ არის, თავარი გავიაზროთ. იქნებ რამე სარგებლობს გვაძლევს ეს სირაქლემას პოზიციაში ყოფნა, არ ვიცი. ყველას მინდა ბედნიერება და კომფორტი გილოცავთ ახალ წელს. დაახლოებით იგივეა ხოლმე ახალ წლებზე სხვათა შორის ახალი წლიდან გამოსვლის მდგომარეობაშიც იგივე განწყობებია, მაგრამ ზაფხულის შვებულება ალბათ ძალიან ისეთი
ესეთი წმინდა რაღაცა. ძალიან მომეწონა თქვენი რჩევა, რომ ჩამოწერეს პრობლემატიკა და მე მეუწერ ისარგებლი, რომელიც ამას მოგდა. მე ძალიან გაათულდება. თუ სამბებელი არის ესე დიდია, მაშინ ადაკი დაიწორეთ. მოიცილეთ ეს დისკომფორტი და დისკომფორტს გიქმნით და ძალიან ცუდად ხართ, ის რაღაც უნდა დაასრულოთ რა. იმიტომ რომ ცხოვრება ამდენ კომპრომისად საერთოდ არ ღირს. როგორც წესი მე ინანებთ და არ ღირს ცხოვრება. ძალიან გამოგვადექით დღეს. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. უფ, არ გვინდა გაშვება, მაგრამ რა ვქნათ, შემდეგი ბლოკის სტუმრები გველოდებიან უკვე. მოდის ტენდენციები, დაგველოდეთ.